ესეთ არგუმენტებს იტყვიან ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აბა ეგრე ქართველები რო ცხოვრობენ მიგრაციაშიო, თქვენ დალოცვილებო მთელი მოსახლეობა ჩვენი, აი ეს რამოდენიმე მილიონი ქართველი რო გადავიდეთ სულ აი თქვათ ამერიკაში, ხო? ვერაფერს ვერ შეცვლით მანდ და პაკისტანის და ეს არაბული ქვეყნებიდან ასეულობით მილიონი რო არიან, თითო სოფელი რო ჩამოასახლონ, უკვე უმცირესობაში ვიქნებით ჩვენ. აი ეს არის განსხვავება და რავი, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ მოდი რა თავის თავზე და თავის ქვეყანაზე იმათი და რომ თქვენ ნუ დარდობთ მათზე. სულაც არ გვინდა ჩვენები რო არიან ემიგრაციაში. საკითხს ესე კი ნუ აყენებთ ქართველი რო ემიგრაციაშიაო. საკითხი ისე დავაყენოთ ქართველი რატოა ემიგრაციაში და აქ რატო არ დაედგომება? ქართველს რატო შეუმცირეს ხელფასი და რატო ჩაანაცვლეს პაკისტანელით? უიაფი მუშახელი რო დაარქვა კობახიძემ, ანუ სამსახურები სადაც ჩვენ არ ყავს მუშახელიო, ჩამოიყვანთ უცხოეთიდან და რატო უნდა ჩამოიყვანო შედალოცვილო უცხოეთიდან? რა ვიცი, ქართველს აი ეგ რო არ დაედგომება, რავი, მილიონებს რო იჯიბავ, თქვენი ბიზნესმენებით ჯიბეში 5 ლარის მომატება რო არ გინდა ქართველ მშრომელ ადამიანზე, ხო? რავი, აი ეგეთი ღორობაა და ესეთმა ღორობამ განაპირობა ის, რომ მასიურად გადის ქართველი.